თვეზე მეტია მონიტორი ცენზურის ახალ მეთოდებს ებრძვის. გბლოკავენ YouTube-სა და Facebook-ზე. გავარკვიეთ, რომ ამაში $5,000-მდე თანხაა გადახდილი. გასულ კვირას მონიტორის არხი YouTube-დან მოულოდნელად გაქრა 3 ვიდეოს გასაჩივრების საფუძველზე. ერთ-ერთი დედაქალაქის მერის კახა კალაძის მეუღლის დაუდეკლარირებელ ერმესის ჩანთების ძვირად ღირებულ კოლექციას ეხებოდა. მეორე ვიდეო დასანქცირებულ მოსამართლეებს, ხოლო მესამე დეტალურად აღწერდა სიგარეტზე აქციზის გადასახადის იმ ცვლილებებს, რომლითაც ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა იხეირა. მონიტორმა YouTube-ისგან მიიღო განმარტება. ვიდეოები გასაჩივრებულია საავტორო უფლებების დარღვევისთვის. ამის შემდეგ წაიშალა მთელი არხი და ყველა ის ჟურნალისტური გამოძიება, რომელსაც მონიტორი ჯერ კიდევ 2007 წლიდან ამზადებს. მონიტორისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში YouTube აღნიშნავდა, რომ საჩივრები შემოსული იყო 3 ანგარიშიდან. გავარკვიეთ, რომ აქედან 2 ვინმე ადიტია სინგს ეკუთვნის. წერილში ასევე მითითებული იყო მომჩივნის ელექტრონული პოსტის მისამართი. ჩვენ დავინტერესდით, ვისი დავალებით მოქმედებდა ადიტია სინგი. ამიტომ პოტენციური კლიენტის სახელით გავეცანით და მას წერილი გავუგზავნეთ, სადაც ვკითხეთ, შეეძლო თუ არა კრიტიკული მედიის YouTube-ის არხის გაუქმება თანხის სანაცვლოდ. პასუხი მყისიერად მივიღეთ. ანუ არხის გაუქმება გსურთ? შეგიძლიათ ბმული ჩამიგდოთ ფასი რომ გითხრათ? შემდეგ ამ პირმა WhatsApp-ის ნომერი მოგწერა. მიმოწერამ კი მეტი დეტალი გამოავლინა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს საავტორო უფლებების საჩივრების ბოროტად გამოყენების ეს არაფორმალური ინდუსტრია. მან ანონიმურობის გარანტია მოგცა. ჩვენ ამას უკვე 5 წელია ვაკეთებთ, არ ინერვიულოთ. თქვენ ახლა ჩვენი კლიენტი ხართ, ჩვენ ვინაობას არ გავამხელთ. მოგწერა მან და დასძინა, რომ სხვადასხვა სერვისის შემოთავაზება შეეძლო. მათ შორის Instagram-ის ანგარიშების გაუქმებისა და აღდგენის. მას შემდეგ, რაც ვინაობა გავამხილეთ და ვუთხარით, რომ მონიტორიდან ვუკავშირდებოდით, მან აღიარა, რომ მას კლიენტმა თანხა გადაუხადა მონიტორისა და კიდევ 3 სხვა მასალის დასაბლოკად. ჩვენი კლიენტი შუამავალია, რომელიც ფულს უფრო მაღალი რგოლის დამკვეთისგან იღებს, გვითხრა მან. სინგმა უარი თქვა თავდასხმის მთავარი სპონსორის ვინაობის გამხელაზე, თუმცა საავტორო უფლებებზე საჩივრის უკან გასაწვევად $380 მოგთხოვა და მიზეზად დაასახელა, რომ კლიენტისთვის თანხის უკან დაბრუნება სჭირდებოდა. მანვე დასძინა, რომ მონიტორის YouTube-ის გაუქმებისთვის შეკვეთა მიიღო და ამაში $3,000-დან $5,000-მდე თანხა აიღო. საბოლოოდ ჩვენ შევძელით YouTube-ისა და Facebook-ის ანგარიშების აღდგენა. არ ვიცით, ვინ არის ადიტია სინგის დამკვეთი. ვრცლად ამ თემაზე სტატია შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს ვებგვერდზე monitori.g. თუ გსურთ მხარი დაუჭიროთ მონიტორს, გთხოვთ გამოიწეროთ მონიტორის Facebook-ის, YouTube-ის, TikTok-ისა და Instagram-ის არხები.